2008 წელს, რა თქმა უნდა, ომის დამწყები აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად, ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, თუმცა ამავე დროს ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა იმ, ასე ვთქვათ, შეცდომების და უგუნური ქმედებების გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების მხრიდან. არა, სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი. არავითარ შემთხვევაში სააკაშვილი გაყალბებული არჩევნებით დარჩა ხელისუფლებაში და სააკაშვილის რეჟიმმა, არადემოკრატიულმა სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო აგვისტოს ომი. 8 აგვისტოს თელი დღის განმავლობაში სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი იყვნენ გადასული შეტევაზე, ისინი აპირებდნენ კონსტიტუციური წყობილების აღდგენას, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას 8 აგვისტოს განმავლობაში, ვიდრე შემდეგ მედვედევმა არ გააკეთა განცხადება ოპერაციის დაწყების თაობაზე, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ ის აპირებდა ცხინვალის დაბრუნებას საკუთარი შეტევითი მოქმედებებით. წუხნებზე ხო არ არის აქ საუბარი, ნახეთ. ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო ღალატი, დაკვეთილი ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა. გარედან დიპ სტეიტის მიერ დაკვეთილი ღალატი.